ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, რომ ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ და გამოვხატოთ იმ ინსტიტუციის მიმართ, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ვისაც ეს პროტესტი მიემართება და ვინც არის პასუხისმგებელი. თუმცა ცხადია, ყველამ ვიცით, რომ აი საზარელ შემთხვევაზე, რომელიც მოხდა სადგურის მოედანზე და რომელსაც ემსხვერპლა ორი ადამიანი, ამაზე მთლიანად პასუხისმგებელია სახელმწიფო და ქართული ოცნების პოლიტიკა, რომელიც არაფრად აგდებს ადამიანს. მისთვის ეს არის მხოლოდ ორი ადამიანი, მხოლოდ ორი მსხვერპლი, მხოლოდ ერთი მსხვერპლი, შეიძლება მხოლოდ სამი მსხვერპლი. ხო, ის არაფრად აგდებს ადამიანს, მისთვის არაფერს არ ნიშნავს ადამიანი და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ჩვენ ამას რეალურად ვუყურებთ პრაქტიკაში, ხო? ვაკის პარკში რაც მოხდა, ეს არის ამის ნათელი დადასტურება. ბავშვები თხრილებში იღუპებიან თბილისში თუ რეგიონებში. ბათუმში შენობები ინგრევა. ოცნების ქალაქში თუ ოცნების გეტოში რა ხდება, ყველა ნახეთ და ვინ აგო ამაზე პასუხი? არავინ არ დასჯილა ვაკის პარკის შემთხვევაში. რიგით ადამიანებს მოგითხეს პასუხი, მაგრამ კახაკალაძე კვლავ იკავებს იმ პოზიციას, რასაც იკავებდა. ეს არის სრულიად ამორალური, უსამართლო, არაკანონიერი გადაწყვეტილებებით და დამოკიდებულებაც, არაადამიანური დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ცვლილებებზე, ზუსტად ამ ტიპის ცვლილება გვინდა. ჩვენ აღარ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს თავზე ემხობათ ლოდები და გასრისეს იქ ადამიანი, ხო? და აღარ გვინდა მოვისმინოთ ისეთი გულისამრევი არგუმენტები, თითქოს იქ ვიღაცა მოსახლეობა რაიმის წინააღმდეგი იყოს. სულ რომ ასე იყოს, ჩვენ ნახეთ, რომ იქ მსხვერპლი მოსახლეობა ამ შემთხვევაში არ ყოფილა, ხო? და ეს მთელ საზოგადოებას ეხება. ამიტომ ჩვენი პროტესტი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, ეს არის კავშირში სრულიად იმასთან, რასაც ვაპროტესტებთ უკვე ბოლო 220 დღეა და ჩვენი ცვლილებები ზუსტად ამას მიემართება. ჩვენ გვინდა სამართლიანი, პასუხისმგებლიანი, კორუფციაში რო არ იყოს ჩამხრჩვალი ისეთი სახელმწიფო, ისეთი მერია. ამიტომ ამ ადამიანმა, ამ სრულიად ამორალურმა ადამიანმა, მას რო ჰქონოდა რაიმე პასუხისმგებლობა, ის ატოვებდა თავის პოზიციას დიდი ხანია და არ გადააბრალებდა მოსახლეობას იმას, რაც ხდება. სირცხვილი არის ის, რასაც ეს ხალხი აკეთებს და ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ეს ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვენი პასუხისმგებლობა არის მათ შორის დაღუპულ ადამიანებთან, რომ ეს ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე და დავასრულოთ ეს ანტიადამიანური პოლიტიკა, ხო, რომელიც ყველა ჯგუფს ეხება, ყველა სრეს, ყველას თელავს, ხო? ბავშვები იქნებიან, ეს დასრული ადამიანები იქნებიან, ქალები, კაცები, მოხუცები, ყველა გასრისაა მან, ხო? ამიტომ აუცილებლად ჩვენი პროტესტი უნდა გაგრძელდეს. თუ შეიძლება რომ ხმაურით გავაგებინოთ მერიას, რომ ჩვენ აქ ვართ და ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ამორალურ აბსურდულ პოლიტიკას. ყველა ვიცით, რომ ძალიან უთანასწორო პროტესტი შეიძლება დღევანდელი ეს პროტესტი ცოტა დაგვიანებულიც არის, შეიძლება უფრო ადრე და უფრო მტკიცე და უფრო ძლიერი, უფრო არის ის რომ საბედნიეროდ ხმაურიანი და უფრო აგრესიული შეიძლება პროტესტი ჰქონოდა, მაგრამ
ესეც რაც გვაქვს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთს იმედი უნდა გქონდეს და დიდი მადლობა რომ აქ ხარ, დიდი მადლობა რომ ეს 230 დღე აპროტესტებთ. მადლობა და გთხოვთ ქალბატონო რომ მოვწადეთ და გვითხრათ თქვენი საქმე. იგივე მდგომარეობა დიზმის მასივის პირველი კვარტლის მე-14 აგვისტოში 3 წელიწადი მიდის გაჩერდება კიდევ ერთხელ აქტიურული მოხდა. არაფერი პროექტი არ ხდება განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა და მათ შორის თბილისის მერის გაკეთებული იგივე მდგომარეობა ელოდება ხალხს, როდესაც თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ამ ავარიულ კორპუსში მცხოვრები მოქალაქეების და მცხოვრებლების ნაწილმა უარი თქვა გამოსვლაზე მიუხედავად იმისა, როგორც თავადამხმარად მათ ცნობილი გამშენობის აღიარების შესახებ თბილისის სახელა ის მთავარი არგუმენტი, რატომაც მოხდა ტრაგედია, შეგვიძლია ასე ვთქვათ, მის განცხადებით, რომ მოხდა შეთავაზე მოქალაქეების მათქვეს უარი, ხაზი გაუსვა ერთ რამეს, რომ თუ 100% არიცნება თანახმა შენობაში მაცხოვრებელი ოჯახების გამოსვლაზე და სხვა ალტერნატიულ სივრცეში გადაყვანაზე ამ შემთხვევაში ვერ მოხდება ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, როგორც იმეცდობს უახლოეს საერთაშორისო სახის მიღება შეიძლება და პირველ კომფორტული გამოსავალი ინახება. თუ სამართლობით, თუ რა ვიცი, დაგეცემა თავში რა მოხდება. რა შუაშია იქ ხალხი, როცა იყო ავარიული შენობა, მონტაჟს ეკონდებარება და შენ მოდიხარ და 40 სართულიანებს ხალხს ხავსეობს. ეს ხო შეიძლება? აქ ხალხი მიწები არ არის. საქართველოს უსაკეთებ. საჭა ხალხია და გაჭირვებული ხალხი იქ შენებლობა არ შეიძლება. დელოდნებს და იქ მოხუც როდის ჩამოიქცება ხალხზე. დიდი მადლობა ყურადღებით. სრული სიმართლეა. Ჩეჩხლი ოლიგარქიას! ჩეჩხლი ოლიგარქიას! გაჩერდება თავად პირველ წამიდან მოგესალმებით. აკერმა ვიწყეს აქ შეიკრიბა არიციან ჩვენ ცხოვრობთ უკვე მრავალი წელია ტრაგედიამდე. მოკლედ ჩვენ უნდა რომ დაგვაჯერონ რომ ეს არის სამწუხარო, მაგრამ უბედური შემთხვევა. და ამ სიტყვების გამოყენებას აქ ძალიან დიდი დატვირთვა. შემთხვევა, რომელსაც ვერ აიღებს თავიდან. ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი და ყველაზე დიდი ამორალობაა, რომ ამ ტყუილს დაუფარავად გვთავაზობენ. მე რამდენად უკვე. და ეს ტყუილი არ უნდა მივიღოთ. სახელმწიფო თუ კი როგორც რაიმე ინსტიტუტი, რაიმე არსი და იდეა აქვს, იმისთვის არსებობს, რომ მინიმალური ბაზისური უსაფრთხოები მაინც შექმნას. რომ ადამიანები აი ასეთი შემთხვევების გამო უაზროდ არ იღუპებოდნენ. და ეს არ არის კიდევ ერთხელ, ხო? სამწუხაროდ რთულიც კი არის. გასულ წლებში იმდენი შემთხვევა მოხდა, რომ რთულიც კი არის. უბრალოდ აი რამდენიმე მინდა მხოლოდ გავიხსენო. 2018 წელს ბარათაშვილის ქუჩაზე ჩამოვარდა უზარმაზარი შუშის კორპუსი და ეცა 14 წლის ბავშვი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ვაკის პარკში განახლებული რეაბილიტირებული პარკი 13 წლის მარიტა იმსხვერპლა. გასულ წელს წყნეთში 16 წლის ახალგაზრდა კალათბურთელი სხვა ბათუმში ოცნების ქალაქში მიმდინარე წელს რიკის პარკში მიმდინარე წელს კიდევ ერთი შემთხვევა. ძალიან წუხვა რომ აი ყველა შემთხვევას ვერც კი ვასახელებ, რაც კი მომხდარა თბილისში და მთლიანად საქართველოში. და ეს არ არის კიდევ ერთხელ, ეს არ არის უბედური შემთხვევები უბრალოდ. იმიტომ როდესაც შესაბამის სამსახურები, მერის ზედამხედველობის სამსახური, არქიტექტის სამსახური და ასე შემდეგ, თუ კი არ არის შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო იმიტომ არსებობს, იმიტომ ვითარდება, იმიტომ არსებობს პარლამენტი და იმიტომ იღებენ ასეთ ხელფასს, რომ იყოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელიც აი რაღაც აპელირება იყო, თითქოს კანონია ესეთი, ირონია. ერთპარტიულ პარლამენტში ყოველდღიურად რა კანონებსაც უნდა იღებენ და თურმე ისეთი კანონი ვერ მიიღეს, რომელიც ამას აირიდებდა.
და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ არ იყო იქ ამ სახლში ცხოვრებდა მოსახლეებზე საუბარი. ეს იყო გარე ფასადის ნაწილი, რომელსაც წლებია არანაირ სპეციალისტ მას არ ჭირდებოდა, იქ ყველა ამჩნევდა, რომ ეს უზარმაზარი ნაპრალი იყო, ხო? და როგორ შეიძლება ამაზე რაღაც ზომები, გამაფრთხილებელი ნიშანი მაინც არა, შემოღობა მაინც არ გაკეთებული იყო. თუ არა ზედაპირული რეაბილიტაცია. ათასობით ადამიანი მოძრაობს იქ, გარემოვაჭრეები, რომლებიც იქ არ არიან მაცხოვრებლები, ხო, უბრალოდ მუშაობენ. ჩვეულებრივი, ჩვენი თანამოქალაქეები, ნებისმიერი ჩვენგანი. მე პირადად თითქმის ყოველდღე შეიძლება იქ გავლა მიწევდეს. საღამო მიწევდეთ ამჟით ბრუნდები. და იმ ადამიანებმა, ხო, რომლებიც იქ შემთხვევით გავლილი იყო. ერთ-ერთი გარდაცვლილი 40 წლის მამაკაცი. და როდესაც გვეუბნებიან, რომ ეს არის უბრალოდ უბედური შემთხვევა, უბრალოდ ნორმალიზებას ახდენენ ამისას, ხო? შევწუხდით სამძიმას, ვიტყვით, მაგრამ ხო, ეს არ არის შემთხვევა, ხო, ეს არ არის რომელიც ვერ აირიდებოდა და თუ კი მოხდება, ყველა ქვეყანაში შეიძლება ხანდახან ესეთი რაღაცები ხდებოდეს, მათ შორის უპასუხისმგებლობა და ადამიანური შეცდომებიც ხდება. პასუხისმგებლია სახელმწიფოებშიც კი, ხო? მაგრამ სხვაობა ის არის, რომ ყოველთვის გამოჩნდებიან პასუხისმგებელი პოლიტიკურად სამართლებრივად, ვინც პასუხს აგებს. ჩვენ ამის მაგალითები არ წარსულში გქონია და როგორც ჩანს ეხლაც ისევ მიდის იმის მორალური შინაგანის არ აქვს. პატიოსნები უბრალოდ ჩუმად მაინც იყვნენ. და კიდე არ ეცადნონ, ხო? ეს უფრო ღირსეულად წარმოაჩენდა ამ სიტუაციაში შესაბამის ადამიანს. მაგრამ უკვე დიდი ხანია, ჩვენ ვიცით ამ ადამიანებს, ვისაც აქვს პრეტენზია და ამბიცია, თუ ამ ქვეყანას მართავენ, არანაირი ადამიანური ღირსება აღარ დარჩათ. პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან თავი დავანებოთ. სამართლიანობისთვის ის უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მარტო ამჟამინდელი რეჟიმის დანაშაული და შეცდომა. ჩვენ ესეთი სახელმწიფო შევქმნით 10 წლების მანძილზე. უპასუხისმგებლო ზერელე თუ მარტო ადამიანურ ფაქტორზე მინდობილი, ხო? ინსტიტუტები გავაუქმეთ. ამის შედეგად ჩვენ ვიქით ყველა სფეროში, სოფლის მეურნეობაში, სურსათის უვნებლობაში, გარემოს დაცვაში. ამის შედეგი იყო გასულ წელს შოუში მომხდარი ამბავის. სახელმწიფოს ერთადერთი მთავარი არსი არის ბაზისური უსაფრთხოების ზრუნვა, შემდეგ მოქალაქეებისთვის განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა. ჩვენი დღევანდელი სახელმწიფო პირველი შესრულებასაც ვერ ახერხებს. და ეს ყველას ეხება. ყველას ეხება აი პოლიციელებსაც, რომლებიც ახლა გარშემო გვახვევია, იმიტომ რომ მათაც შეიძლება და შეემთხვათ იგივე. ამ ქვეყანაში არც მათი, არც სამაშველო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოებაზე არავის ზრუნავს. და ჩვენ ამის შემთხვევაც ჰქონდა. როცა ვერცენ სამაშველო ოპერაციისას გაიღუპნენ მაშველები. და რატო? იმიტომ რომ არ იყო შესაბამისი ხარისხის, შესაბამისი მანევრის უნარის მქონე სამაშველო ვერტფრენი. ყველაზე მეტად შეიძლება სწორედ სამაშველო სფეროში და სამართალდამცავ სფეროში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში დასაქმებული ხალხი იყვნენ მოწყვლადები ასეთი ჩავარდნებისთვის. და გვეუბნებიან კიდევ რომ ჩვენ ქალაქში თურმე 1000 წლობით ესეთი სახლია. ძალიან კარგად ვიცით ეს სპეციალისტებმა იციან ამაზე წლებია ლაპარაკობენ და რა არის ამაზე რეაგირება. როცა ვხედავთ ათეულობით ახალ პროექტს სიმდიდრის მოპოვებით დაბრმავებული დეველოპერებისა, რომლებიც ქალაქში უკვე სივრცეს აღარ ტოვებენ, რომ უბრალოდ წვანე სივრცის, საჯარო სივრცის მოწყობის ადგილი იყოს, ხო? ხედავთ უამრავ ახალ მშენებლობას, ხო? ამ ფონზე ვის სჭირდება, ხო, ეს მშენებლობა? ისე უსაფრთხოების ხარჯზე და საერთო საჯარო სიკეთის ხარჯზე ხდება, რომ ერთეულები გამდიდრდნენ. ჩვენ არ უნდა აგვერიოს კიდევ, რომ ეს არ არის მარტო რაღაცა კონკრეტული ამ შემთხვევაში ვინმეს კი არ ვარიდებ პასუხისმგებლობას კი არ ვამართებ, მაგრამ არც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ამბავიც არ არის. აქ არის მცირე გაბატონებული ელიტა, რომ პრობლემა ის არის, რომ ეს პოლიტიკური თანამდებობის პირები და ეს ფინანსური ელიტა ერთმანეთში ისე არძელილი, თვითონაც ვერ არკვევენ, ვისად არის. პირდებიან რაღაც მილიარდობით ინვესტიციას, როგორც რაღაცა თითქოს უზენაეს სიკეთეს. როცა ჩვენ ღარიბდებით და ისევ ჩვენი სიოცხლე და ჯანმრთელობა უნდა შეეწიროს ამას. არავინ არ უნდა მოტყავდეს რაღაც არარსებულ არაბულ ინვესტიციებზე და ასე შემდეგ. ეს ამასთან არის კავშირი. ჩვენ არ უნდა გავგვექცეს ფოკუსი. ყველაფერი არის კავშირში. და კიდევ ერთხელ, ეს არის 10 წლების მანძილზე მიმდინარე პრობლემა. და მათ შორის დღეს ვინც გველაპარაკება ხშირად
ხალხის სახელით. სწორედ მათი მიზეც არის. არავის არ უნდა ეგონოს, რომ ჩვენ რამე დაგვავიწყდება. ეხლა ამ შენობასაც რასაც უყურებთ, ვიღაცა ამაზეც მე ხანდახან მემართლება ხოლმე რომ რა დროს ეგ არის, მაგრამ არა, არ უნდა აგვერიოს, რომ ერთეული ელიტა სინამდვილეში არ შეცვლა მნიშვნელოვნად. და 30 წელზე მეტია ძარცველს ხალხს. აზარალებს ჩვენ ჯანმრთელობას და ყავს. და ყველა უნდა აგოს ამაზე პასუხი მით უმეტეს მათაც, რომელსაც ერთხელაც არ გადაუაზრებიათ ეს შეცდომა. მაგრამ დღეს ცხადია, დღეს თავარი პასუხისმგებელი არის ამ შემთხვევაზე. კონკრეტულად თბილისში მოხდა შემთხვევაზე მერია და ერთი ადამიანი. დავითვალო დაგვამადლა, რომ თითქოს გადადგეს მაშინ. ამით ის ვერ მოიცილებს ვერავის პასუხისმგებლობას იმ სხვა დანაშაულებრივ, რომელიც წლების მანძილზე დაგროვდა ჩვენს ქალაქში, მაგრამ ეს მინიმუმ რაღაცა იქნებოდა მის მხრიდან. ამიტომ ამის დრო შეიძლება აღარ აქვს, მაგრამ შეუძლია. სოლიდარობა და სამძიმარი დაღუპულის ოჯახებს სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ოჯახებს ჩვენ უცვლელი თუ იქნებით ვერაფერს ვეთქვით, უმძიმესი ამის წარმოდგენაც კი, რომ ადამიანი გავიგეთ შემდეგ მოგვიანებით, რომ რამდენიმე დღის წინ ბინა შეუძენია ის ოჯახს და სრულიად წარმოუდგენლად იმის გამო, რომ ჩვენქანში ცხოვრება არ არის უსაფრთხო, თავდება სიცოცხლე. მაგრამ რაც შეგვიძლია არის ის, რომ გადავარჩინოთ მომავალი სიცოცხლეები, გადავარჩინოთ ჩვენი თავი, ჩვენი ოჯახები, ჩვენი საყვარელი ადამიანები, ყველა მათგანი. ის რაც ხდება, ასევე არ არის შემთხვევითი აი უსამართლო რეპრესიული პოლიტიკისა. რისთვისაც იცლიან, როდესაც გამოგონილ წრებს ებრძვიან, როდესაც ებრძვიან უცხო აგენტებს. ამ აგენტებს შორის სინამდვილეში არიან კვალიფიციური კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც მათ შორის ურბანული განვითარების, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის ამ მიმართულებით მუშაობენ. ნაცვლად იმისა, რომ ასეთ ხალხს პირიქით უთხრილდებოდნენ, რასაც სინამდვილეში სახელმწიფო სააგენტოები უნდა აკეთებდეს. წლების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში რომ არასამთავრობო სექტორმა არ იყო ძალიან ბევრ სფეროზე პასუხისმგებლობა, ეს იმიტომ კი არ ყოფილა, რომ ვინმე უბრალოდ რაღაცა ცდილობდა სარგებელი ენახა, ხო? იმიტომ ხდებოდა, რომ სახელმწიფო გაუქმდა ფაქტიურად, ხო? სახელმწიფო ვერ ასრულებს ბუნებრივ პასუხისმგებლობებს. ის რა ჩვენ მოგწონს, რასაც უწოდებს სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპულ ქვეყნებში. აი იქ სახელმწიფო აკეთებს იმ ბუნებრივ მოცემულობებს, რაც არის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა. რაშიც თავისთავად მოიაზრება ბუნებრივი უსაფრთხოება. კიდევ ეს ბაზისურია. ჩვენ სახელმწიფო განვითარების პერსპექტივებზე ლაპარაკიც არ არის. მინიმალურ უსაფრთხო პირობებს ვერ ქმნის, როგორც ქუჩაში რომ გამოდიხარ, განცდა გქონდეს, რომ სახში უსაფრთხო დაბრუნდები. ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლებიც ამასთან ასევე პირდაპირ კავშირშია. გამაოგნებლად მაღალი სტატისტიკაა ჩვენს ქვეყანაში და ყოველწლიურად ასეულობით ადამიანი კვდება ქუჩებზე. და არანაირი რეაგირება ამაზე არ ხდება. აი ამ ქუჩაზე მოხდა რამდენიმე წლის წინ შემთხვევა, როცა 8 წლის ბავშვს დაეჯახა მანქანა. და ესეთი არის ასეულობით ჩვენს ქვეყანაში. და ესეც არ არის შემთხვევითობა. ესეც არის უპასუხისმგებლო მარტო პირად სარგებლობაზე და გამდიდრებაზე დახარბებული ჩინოვნიკების, ჩინოსნების თუ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური თუ ბიზნეს ელიტის პასუხისმგებლობა. ჩვენ ქვეყანაში უბრალოდ უკვე ფიზიკურად აღარ დარჩება ცხოვრებისთვის ადამიანების უმრავლესობის ერთეულები, ისედაც იცხოვრებენ, ახლა ცხოვრობენ, მერეც იცხოვრებენ, მოახდენენ თავის ვილებს, აშენებენ, შექმნიან დიდრების გეტოებს, უკვე გვაქვს ჩვენ ამის ნიშნები ჩვენს ქალაქში. უსაფრთხო პროდუქტიც ეკნებათ. სადაც უნდა, როცა უნდა გაფრინდებიან, გამოფრინდებიან კიდეც. საერთოდ არ მაინტერესებს ახლა სიმართლე გითხრათ, ვის რა სანქციებს დაეწესებენ და იმით დავივსვიდო გული, რომ ვინმე სადღაც ვერ გაფრინდება, ეს არის საერთოდ მეასე ხარისხოვანი. აქ არის ცხოვრებაზე, ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელების პერსპექტივაზე და როგორ უნდა ვიცხოვროთ. და საერთოდ საცხოვრება აქ შეუძლებელი იქნება, ბაზისურ რაღაც სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებზე ლაპარაკიც აღარ არის უკვე. ესეთი რაღაცეები ყველაზე უარგის დიქტატურებში და ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი არ ხდება ამ დოზით. ამაზეც არის ლაპარაკი.
ავტორიტარული სახელმწიფო მინიმუმ ბაზისურ უსაფრთხოებას მაინც ხია, რომ ადამიანებს სამშენებლო ავარიული შენობებიდან არ ეცემოდეთ შენობის ფასადი და კორპუსი. ამიტომ სწორად უნდა გვესმოდეს პრობლემის სიღრმე, რომ ეს მრავალი წელია ჩვენ გვაქვს და როცა მოვახერხებთ რეჟიმის ჩამოშალებას, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გვექნება ამ ქვეყანაში. უამრავი ინსტიტუტი, რომელიც ვერ აქტივებს, ვერ ფუნქციონირებს, სახელმწიფო ინსტიტუტები, უნდა შევქმნათ თავიდან. მადლობა. salvებით ის რაც ჩვენ ბოლო წლები გადაგვაქვს, ეს უმძიმესი ტრაგედია. ეს არის ჩვენი საზოგადოების ყოველი წევრის პასუხისმგებლობა. ყოველი წევრის პასუხისმგებლობა ისინი, ვინც ეხლა აქ არ დგანან. ვინაიდან და რადგანაც სწორედ ჩვენი ხელფასები და მოპარული ფული არიან ეს ადამიანები დაღუპულები. სწორედ ეს პასუხისმგებლობა, რომელიც აი ამ შენობაში მყოფ ადამიანებს არ აქვს ჩვენს წინაშე, აი ამ პოლიციელების წინაშე, ნებისმიერი ადამიანის წინაშე. ეს შეიძლება მართლაც ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს, ხო? მართლაც ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა ყველაფერს აქვს ყველანი თავის პასუხისმგებლობას განიცდიან. აქედან გამომდინარე, ესენი იმიტომ გვაცილებენ ჩვენ ევროპულ ცივილიზაციას, რომ იმ ქვეყნებში დაცული არის ადამიანის უფლება, დაცული არის უსაფრთხოება ადამიანის. თუ კი რამე მოხდება, ყველა აგებს პასუხს. ჩვენ სწორედ ამიტომ გვაცილებენ აი ამ ევროპულ ცივილიზაციას აბსოლუტურად შეგლებულად, რომ არ ვიყოთ არავინ დაცულები და მათ აბსოლუტურად უკიფრად ჩვენივე ხელფასიდან პარონ ფული და ჩვენივე ხელფასიდან იყო ჩვენმა დაუცველები. აბა წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ნატვალები ნაშრომი ფულიდან ვიხდით თანხას, იმიტომ რომ ეს უბედურება მოხდეს. აი ეს უბედურება და უმარტივესად შეიძლება ხო გადაწყვეტილი იყო, რომ ეს უბედურება არ მომხდარიყო. აი ამ შენობიდან ერთ-ერთ მაინც ვიღაცას აი ჩვეულებრივად ტელეფონზე ვიჭიჭდა და ვისაც დაურეკეს, ქონოდა პასუხისმგებლობა იმისა, რომ ეს ამბავი არ მომხდა. უშველებელი, როგორც მე გავარკვიე, უმარტივესი ტექნოლოგიით შეიძლებოდა აი ამ რაღაცა პიტონის სინკარის მოხსნა. და რა მოხდა? თურმე ორი ადამიანია გარდაცვლილი, მე კი არა, აუცილებელი ტრაგედია. ამაზე დიდი ტრაგედია, როდესაც ადამიანი იცახის რა, რომ დიდ ტრაგედიას ავწია და ეს ადამიანები ეხლა დე-ფაქტო ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს მმართველები არიან, აი ამ პოლიციელების მმართველები არიან. არავინ არა ვარ დაცულები, არც ეს პოლიციელები, არც არავინ ჩვენ და არავინ არ არიან დაცულები განსაკუთრებით ისინი, ვინც აქ არ არიან, ვინც არ არიან რუსთაველზე ხოლმე, არავის არ ვამუნათებ, ნამდვილად არავის არ ვამუნათებ, მაგრამ ჩვენ ვაგებთ პასუხს ზუსტად იმ დონეზე ჩვენი სამშობლოსთვის, რა დონეზე ჩვენ დავიმსახურებთ. ამიტომ ჩვენ ნაბიჯ დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი თავის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების, ჩვენი რიგით ადამიანების სიცოცხლის გამო უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს კორუმპირებული რუსული ხელისუფლება წავიდეს ამ ქვეყნიდან. მადლობა. სამი მიმართვა მინდა გავაკეთო. პირველ რიგში მიმართავ პოლიციელებს, რომლებიც აი აქ დგანან. ყოველ თქვენგანს შვილი თუ არა დახავთ, ძმა ხავთ, დედა ხავთ, ბებია, ბაბუა ხავთ, ბიძაშვილი, მამიდაშვილი. ქართული ოცნების აი ტირანიულ რეჟიმს არა აქვს რაღაცნაირი სარჩევი, როგორი ადამიანები უნდა დახოცოს. არა ცხოვეს, დიდსაც კლავს, პატარასაც კლავს, ქალსაც კლავს, კაცსაც კლავს. არა აქვს მნიშვნელობა, მდიდარი ხარ, ღარიბი ხარ, პოლიციელის შვილი ხარ, მუშის შვილი ხარ, ყველას კლავს. და თქვენ რატო ხართ დარწმუნებული, რომ თუ ამათგან დაგვიცავთ თქვენი შვილები და თქვენი ოჯახის წევრები იქნებიან დაცულები? თქვენ მოგატყუეს, როგორც მოატყუეს მთელი ქვეყანა, რომ ომისგან გვიცავდნენ. და დაფიქრდით, რა აზრი აქვს? ბომბა დაგეცემა და ის მოგიკლავს შვილს.
თუ 10,000 ავარიული შენობა, რომელსაც ბზარები აქვს გაჩენილი და ამათი რაოდენობა რომ კიდევ დღე იზრდება. და როცა დადგება ის დრო ისევ, როცა თქვენ დაგირიგლებენ იმ შავ ნიღბებს და ხელკეტებს და გადის ბალონებს, მითი და იმ გუდუძის თანამშრომლებს დაელაპარაკეთ, რომ ჩვენი სისხლის კუბეები აღარ დააყენონ მარშრუტებში. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ისევ ის ადამიანები, ვინც თქვენი შვილების უფლებების დასაცავად გამოვლენ. და არა ისინი. მეორე მიმართვა, მინდა თქვენ, ვინც აქ გახართ, მათ მოგმართოთ. სამწუხაროდ დადგა ისეთი რეალობა, როცა 7 ოპოზიციური ლიდერი არის ციხეში, როცა ერთი უდიდესი ოპოზიციური ტელევიზია დაიკეტა და როცა ონლაინ მედიას მაქსიმალურად ავიწროებენ. ეს ნიშნავს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც დღეს აქ გავართ, შეიძლება ძალიან არ გვინდოდა, მაგრამ სამშობლო მოგვანიჭა ეს როლი, რომ ეხლა ჩვენ უნდა ვიყოთ ინდივიდუალურად პოლიტიკური ლიდერებიც და ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ჟურნალისტებიც. მიუხედავად უდიდესი შრომისა, რასაც წევენ ჩვენი ჟურნალისტები, ჩვენ მათ უნდა შევეხიდოთ. ამაში გულისხმობ იმას, რომ რაც მოხდა გუშინში და რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ყველგან, სადაც შეგვიძლია. არც ერთი სივრცე საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, იქ სადაც არიან საქართველოს მოქალაქეები, არ უნდა დარჩეს პროტესტის ხმის გარეშე. საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაწყებული, რესტორნით გაგრძელებული, საფეხბურთო მოედნით, ყველანაირი თავშეყრის ადგილით, ყველგან უნდა ვილაპარაკოთ. ზედმეტი 5 ლარი თუ მოგჩებათ, დაბეჭდეთ ამ ინფორმაცია და 50 ცალი ფურცელი დაურიგეთ ხალხს, ან გამოაკალით კედელზე. არ ვიცი, თქვენი იმპროვიზაციით რაღაცნაირად დაეხმარეთ ჟურნალისტებს და დაეხმარეთ პოლიტიკოსებს პოლიტიკური პროცესის შექმნაში, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს ჩვენ გვიწევს. და მესამე მიმართვა. მინდა მივმართვა აი ამ ადამიანს, რომელმაც თავისი ვირთხის სული შეფუთა რაღაც იტალიური ბრენდებით, რომელიც აღარავის აღარ უყვარს, ყველგან მოწოლებულია, მილანშიც მოიწულეს, კიევშიც მოიწულეს, საკუთარ ოჯახშიც მოიწულეს, თავის დაცვასაც კი არ უყვარს, 100,000 ლარს რო უხდის ყოველწლიურად არ დახობა და ერთადერთი ნუგეშისცემელი, ვინც დარჩა თავისი გარდერობი რო არის. ახი კალაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელოვნური ინტელექტის როლს ასრულებს უკვე ამდენი წელია და იმის ხარჯზე იფარავს ჩვენს ფულს და ჩვენი შვილების სიცოცხლის წლებს, რომლებიც მათ უნდა გაეტარებინათ ოცნებების ასრულებაში, მოგზაურობაში, სწავლაში, დაოჯახებაში. და მათ მოუწიათ, რომ შეეწყვიტა თავისი ცხოვრება ნაადრევად. მარტო იმიტომ, რომ ახი კალაძეს კიდე ერთი ტყავის ქურთუკი ეკიდა და კიდე ერთი მინი რაღაც ავტომობილი. და ამ ადამიანს უკვე აქვს გამომუშავებული თავისი რაღაცა ეს საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმა, მიდგომა ჩვენთან მიმართებაში, როგორც ესეთი რაღაცა ხდება, ჩვენ გვამბრალებს ისევ ჩვენს სიკვდილს. და ეს უკვე აპრობირებული მეთოდია, ფაქტობრივად მუშაობს, ხო? მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ, რომ უფრო და უფრო რთული ხდება ქართველი ხალხის მოტყუება და თვალებში ნაცრის შეკრა. და პოლიციელები განსაკუთრებულად კარგად მიხვდებიან ამას იმ ინციდენტიდან გამომდინარე, რაც მოხდა ერთი კვირის წინ. და თქვენ დაინახეთ საზოგადოების განწყობა თქვენი მუნდირის მიმართ, რაც არის ძალიან არაწორი და ისევ თქვენი ბრალია. და მინდა მივმართო კახა კალაძეს, რომელმაც თქვა, რომ თუ დამტკიცდება, რომ ჩემი ბრალი იყო ეს კანონიერადო, მე აუცილებლად გადავდგებიო. და მინდა გითხრათ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. როცა კახა კალაძე მე თქვა, ეს რამდენჯერმე გაიმეორა უკვე ესეთი რაღაც, იმიტომ რომ დებილები მგონივა მთელი ქვეყანა ამ კაცს. ხო და მე მინდა უთხრა კახა კალაძეს, რომ გადადგება კი არა. ციხეში წავა კახა კალაძე. აუცილებლად წავა. დავაც ციხეში იქნება მარტო საკანში და ინატებს, რომ ნეტა პირველად სანამ გააკეთა ეს განცხადება, აი მაშინ გადამდგარიყო რა. და აი მაგ საკანში რომ მოხდება, მაშინ იფიქროთ თავის გავლილ ცხოვრებაზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მაგ საკანს ვარდისფერი კედლები ექნება. ორ სიტყვას გავაგზავნებ, არ მოგწევს.
იქნები უფრო ხისტი. ზუსტად ორი წესნაირად მეც ყოფილობ საკითხებს, რომელზეც მინდა ხოლმე გავამახვილო ყურადღება და ვცდილობ რომ საკითხი გამოყო. მაგრამ დღეს ქვეყანაში იმდენი შავი ხვრელია და საერთოდ რაღაც უკვე მთლიანად ჩავქოლად ვიქეცით, რომ რომელი საკითხი გამოყო პრიორიტეტულად უკვე აღარ ვიცი. მაგრამ პრიორიტეტი არის სიცოცხლე. რა აზრი აქვს ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც სიცოცხლის ფასი არის ნული. აქ ჩამოყალიბდით როგორც ჩანს რაღაცა საზოგადოებრივ მასად, რომელსაც არ გაგვაჩნია არავითარი ღირებულება. ვეძებ თანამებრძოლებს ხოლმე ყველა შეკრებაზე, ვისთვისაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერეთ, რამდენად დიდ უსწრებში ვართ ჩავარდნილები. რამდენად არცეთ ერთმანეთს პატივს და რამდენად გულოვანია ჩვენი ღირებულება. ხანდახან ვფიქრობ, რომ ესე იგი ჩვენ ვიცხოვრებთ იმისთვის, რომ არაფერი არ შევქმნით. გუშინაც ეთერში ეკავ თქვენ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აწარმოებს ჭირის უფალს. სამწუხაროდ ეს აქცია. სხვა პროგრესი დღესდღეობით ჩვენს თვალწინ არ იშლება. ყოველდღიურად მედიაში გვიწევს ჭირის უფლისთვის მისამძიმრება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის. სხვადასხვა ასე ვთქვათ ჯგუფებისთვის, რომლებიც ამ სისტემით და აი ამ ტერორისტული ჯგუფით არის დაჩაგრული. და ეს არის უკვე გაუცადებელი. ომისებს სწორედ აღნიშნა პოლიციის როლი ამ შემთხვევაში. ეხლა ზურგს მიმაგრებე. გუშინ მე კალაძეზე კარგი რაღაცები არ ვილაპარაკე. ხო? იმაზე ნაკლები არ მithვიო, ვიდრე მზიამაღლობელმა გააკეთა თავისი შეურაცხყოფით სხვათა შორის. მაგრამ აი დღეს აი აქ გავარ და რა ვიცი დამიჭირეთ. აი აქ ვარ. იმიტომ რომ კალათი არის ნაძვირალა. კალათი არის დამნაშავე. კალათი არის კრიმინალი. კალათი არის რომელიც აქ ცხოვრობს. აი ამ საკანში რამდენ საფულიანია ეს საკანი არ ვიცი. მაგრამ აი აქ კარგად არის გამობრძმებული ყველაზე დიდი კრიმინალური ჯგუფი, რომელიც ვერ გაწყამს ქვეყნის ჭამს. და თქვენ ამ საკანს იცავთ. იცავთ ასევე გარე საკნისგან, სადაც პატიოსანი ადამიანები დგანან, ყოველდღე ლაპარაკობენ, საკუთარ შვილზე ნერვიულობენ და გამიჩნეთ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისაგან. ქვეყანა ვერასოდეს ვერ აღიარება წარმატებას, ვერ აღიარება სამართალს, სანამ არ გააფასებს თავას, ვისთვისაც ცხოვრობს ქვეყანაში და ვისთვისაც ქმნის სახელმწიფოს, ეს არის ერი, ეს არის ადამიანი. მე ვცხოვრობ ნატალადევის მუნიციპალიტეტში. ჩემი შვილი ისე გავსარდე, რომ 7 წლიდან, როცა ფეხი აიძრა და დამოუკიდებლად აგზავნდი სადღაცა, იცოდა, რომ დადიანი 7 ნომერთან მას ტროტუარზე არ უნდა გაევლო. იმიტომ რომ იქაც სტალინური პარაპეტია, რომელიც არის შემოგრეული, რომელზეც წლებია საუბრობენ, არავის ხურს არ იბერტყავს ამას. კალათი არის დამნაშავე. იმიტომ კალათი იმის შემდეგაც დასკვნა დადო, მას შემდეგ პარკინგი გააშენა იმ ტერიტორიაზე. ის საუფლეო მოსახლეობას რომ დამდგარიყო მანქანებს, ამიტომ კალათი არის კრიმინალი და სხვა ვერ შეახოცეს. კალათი რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, რომ ის შეიძლება იყო დასამგრევი, იმიტომ რომ თვითონვე აღმოჩნდა, რომ მეხუთე კატეგორია იყო. ტროტუარზე მის საუფლება ჩვეულებრივ გავლილ ადამიანებს ევლოთ. მოვაჭრეს იქ ევაჭრათ. ამიტომ კალათი არის კრიმინალი. ამიტომ კალათი არის დამნაშავე და კალათი უნდა იჭრეს ციხეში. ციხეში არ უნდა დაიჭრას მწიამაღლობელი. ციხეში არ უნდა იჭრეს პოლიტპატიმრები. ყველა ის ადამიანი, რომელიც იქ აბსოლუტურად უდანაშაულოდ ზის, აი იმის სანაცვლოდ, მარტო აი ეს ნაგავი უნდა იჭრეს იქ. ყველას ეჯავრება, ყველას ესიცხება. ასე როგორ შეიძლება ადამიანს თავი შეაძულოს, რომ რაღაცას წარმოადგენდე შენი ქვეყნისთვის და მერე დაიკავო ისეთი ადგილი, რომ იმ შენი ქვეყანა და შენი გულშემატკივარი პირველ რიგში გაყიდო. კალათემ გაყიდა თავისი გულშემატკივარი, გაყიდა ბოლომდე, ყველა ღირებულებებით და ფასეულობებით. ნულია მისი პროფესიონალიზმი კიდევ ფეხბურთში, იმიტომ რომ ფეხბურთი გუნდური მუშაობა, გუნდური საქმეა,
მას გუნდი არ ჭირდება. ის არის ოლიგარქი ჩვეულებრივი კაციჭამია, ბავშვების მკვლელი ადამიანი. ადამიანსაც ვერ უწოდებ. როგორ შეიძლება უწოდო ვინმეს ადამიანი, რომელსაც ყავს ამდენი ბავშვი მოკლული? ფაჩადურში, შადრევანში, საკანალიზაციო ლუქებში და კიდე რამდენი შეიძლება? და ეს არის დაუსრულებელი სია. არავინ იფიქროთ, რომ ხვალ ნებისმიერ ჩვენთაგანი და აღარ აქვს მაგას მნიშვნელობა, მე დამეცება თუ თქვენ დაგეცემათ, ხო? ადამიანები ვართ, ქმნით ამ ქვეყანას, ვაშენებთ ამ ქვეყნის ეკონომიკას, ვიბრძვით ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, გვინდა რომ ევროპული ღირებულებები დაინერგოს ამ ქვეყანაში და თვითონ ჩვენთანაც ებრძვის სიკვდილით აი ეს სიკვდილის მანქანა. ამიტომ ყველაზე დიდი საკნები, კრიმინალური საკნები უნდა გატყდეს და ჩვენ ეს ვიცით სად არის ეს კრიმინალური საკნები. აი ამ ელიტაში, რომელიც ვერ გაცხა ადამიანების სისხლით და სიცოცხლით. ამიტომ მე მოუწოდებ ყველა ნორმალურ საღად მოასროვნე ადამიანს, ჩაკიდოს ადამიანს, რომელსაც ზუსტად იცნობს, რომ მისი ღირებულებების მატარებელია და დავასრულოთ ეს ერთხელ და სამუდამოდ. იმიტომ თუ რეაგირება არ გვექნება, ეს არასოდეს არ დასრულდება. უფრო და უფრო გავაძლიერებთ და უფრო დასუსტდება რიგით მოქალაქე. ამიტომ უნდა ვიპოვოთ ერთმანეთში ძალები. რაღაცა გარკვეულ წინადადებებზე უნდა შეთანხმდეთ. აღარ გაუწიოთ წინააღმდეგობა ყველაზე ელემენტარულზე და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაგვაჩნია, ეს არის სიცოცხლე. პირველ რიგში სიცოცხლეს გაუფრთხილდეთ და ვიფიქროთ იმ კეთილ დღეობაზე, რომელიც აი ამ ადამიანებს, რომლებიც აი ამ საკნების გარეთ ხართ, შეგიქმნიათ და მომავალშიც შეგქმნით. რაც შეეხება ამათ განაჩენს, ამათო განაჩენს თავის გამოუტანეს. გამოუტანეს არა მარტო საკუთარ თავს, არა მთელ მათ შთამომავალსაც, რომელსაც შეეცხოვა მათ სახელების და გვარების ხსენება. და ესეა შეუძლებელია პოლიციამ, რომელიც აკავებს 60 წელს გადაცინებულ ადამიანს, იმიტომ რომ გამოესახჩლა სხვა ადამიანის უსამართლო დაკავებას, აი ისე აწამო და გულწასული ძირს დააგდო. ეს რა პოლიცია? რას დაემსგავს ეს საერთოდ? ვინ ხარ საერთოდ ეს უსიცხოები? რისთვის კითხულობ იყოს რომ კითხულობასაც იას ეს საერთოდ რა წერია იმ ტექსტში? ეს არ არის სიტყვათა წყობა, მხოლოდ მას აქვს შინაარსი და გაიგეთ ამ ადამიანების მოთქმა და ის შინაარსი და ის ტექსტი, რომელიც აქ არის. იმიტომ რომ თუ თქვენ ამას ვერ გაიგეთ, ყოველთვის იქნებით ბადრაგი იმ კრიმინალური კამერის, რომელიც თქვენ ზურგს უკან არის. და აი ამ ბადრაგის ლოზუნგი არასოდეს ლოკანი არ იქნება მემსახურები საქართველოს. ეს არის შეუფერებელი, ეს არის ღირსება დაკარგული. იმიტომ რომ თუ საქართველოს მომსახურება გინდა, თუ გინდა დაიცვა ჩემი თავი, ჩემი შვილი და ნებისმიერი აქ მდგომი ადამიანი, მაშინ უნდა მოუსმინოს საზოგადოებას და არა კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც მარტო ხრავს ამ ქვეყანას, ხრავს ყველა ადამიანის, არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლეს. და კიდევ ერთი გამომშველი სიტყვა დავამატებ. სხვები ორი არა, იმ სხვებს ყავდა მშობელი, შვილი, ახლობელი, ნათესავი, მეზობელი და უამრავი სხვა ადამიანი. ერთი ადამიანის მკვლელობა არ ნიშნავს ერთი ადამიანის ტრაგედიას. ადამიანი, რომელიც მიდის ამ ქვეყნიდან, არ ნიშნავს რომ არის მარტო და მას არ ყავს გულშემატკივარი. ამიტომ დავიმახსოვროთ, ჩვენ ამ ტრაგედიებით ცხოვრობ, მაგრამ ეს არ არის ტრაგედიები, ეს არის დანაშაული და დანაშაულისთვის ათეულობით წლებს. და მე ვიქნები ნაფიც მსაჯული იმ სასამართლოში. ეს კრიმინალური დაბანდება აუცილებლად აგებს პასუხს. მადლობა. და მითხრა თქვენგანს უსამძიმრე. იმიტომ რომ ესე იგი დღეს ადამიანის სიცოცხლე და უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი და მინიმალურ ზღვრამდეა ჩვენი სიცოცხლის უსაფრთხოების
ესე იგი ჩვენი სიცოცხლის უსაფრთხოების კოეფიციენტი მინიმალურ ზღვრამდეა დაყვანილი. ეხლა თემის განსაცობად მას გაუსვათ თუ რას ნიშნავს მესამე ხარისხის ავარიულობა შენობის და რას გულისხმობს. ეს არის მაღალი რისკის მქონე კონსტრუქციული დაზიანება და შენობაში ცხოვრების შეზღუდვას ან აკრძალვას გულისხმობს. უსაფრთხოებისთვის ვალდებულები არიან შესაბამისი უწყებები, სამშენებლო ლენტები და ანჯებირები. და თუ საჭიროა გამოყენებულ იქნეს სამაშველო, სამშენებლო და გამაგრებითი ესე იგი საშუალებები. არც ერთი რომ ამათმა არ გამოიყენეს, ეგ ვიცით და რატომ არ გამოიყენეს ისმის კითხვა და აბა კალათესო პიკაპით დაუდგეთ თითოეულ ჩვენგანი რას გვიპასუხებს? ალბათ იგივეს და ესო ვკითხოთ, რას გვიპასუხებს? 100%-ის თანხმობას ველოდებოდითო. ძალიან აინტერესებს, რა დემოკრატია არის კახაკალაძე. 100%-იან თანხმობას ელოდება. ყველაფერში ასე არის, ეთყობა, აბა გადავხედოთ მის წარსულ ცხოვრებას. ვინმეს ეკითხებოდა უკანონო მშენებლობები რომ დაიწყო, საზოგადოებრივი აზრი აინტერესებს და არ აინტერესებდა რა თქმა უნდა. და ახლა ამბობს 100%-იანი ჩართულობაა, როდესაც შენობა იკრევა. ვინმე მოიყვანა და იმ შენობას გაუკეთა შესაბამისი კლასიფიკაცია, მაღალი რისკის მქონეა, არ არის მაღალი რისკის მქონე. ესე იგი ერთი ადამიანი რო ყოფილიყო მაგ შენობის ცხოვრებლის და წინააღმდეგი არ გაამაგრებდა მაინც ეს ამ ლოგიკას მისდევს. რომ აი 100% მაგას გულისხმობს, ერთი ადამიანი და ამ სიცოცხლეს დაუშვებდა, ესე იგი შენობის ჩამოთხოვას თავზე. ეს ხო არ იყო რაღაც იზოლირებული შენობა, რაღაცა ისეთი თავად გარეთ, არა? იყო ეპიცენტრი, იქ ადამიანები დადიოდნენ და იქ ადამიანები ვაჭრობდნენ, მათ შორის ის ადამიანები, აი ის შრომელი ადამიანები, ვინც ამას ელისყრებდნენ და იმ ადამიანების ფინანსური რესურსებით უნდა გაემაგრებინა. სწორედ ის კი არ უნდა მოემატებინა იმათი ხელფასები. ახურების იმათი აი გვისხედან პარლამენტში აიგენი არიან ახურები 7,000 ლარი მოუმატეს ხელფასები. ვის გამოუმატებენ ხელფასებს? ის და რა დაიმსახურეს? იმის გამო გავრილოვი ჩასვეს სკამზე და რატვისაც ის ფორმალური გადადგომა მაშინ ირაკლი კოკაკიძე რომ გადადგა თვითონ ეგ გადადგომა კი დაწინაურება იყო სინამდვილეში დააწინაურეს ეგ იყო ტრამპლინი მაგის კარიერული როდესაც გავრილოვი ჩასვას სკამში მაგის მერე მიდის დაწინაურება ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე მერე აიხლა პრემიერიც გახდა ეგ გადადგომა და პატრიოტიზმის თავზე აღება ვინაძო სრულიად უნდა ჩამოშორდე პოლიტიკურ პროცესს მაშინ მოგვატყუეს თვითონ გადადგაო სინამდვილეში დააწინაურეს დღეს კახაკალაძე ვეღარ მოგვატყუებს გაიგეთ რომ აი ფორმალურად რო თქვას რომ თვითონ რაღაცა აი მაჟორი ან გაწირო დაუშვათ ეს საწოდავი მაჟორიტარი ვინაც რო არის რას ლაპარაკობს სახელმწიფოარი აღარ მახსოვს რო არის რას ლაპარაკობს რო ამბობს ესე იგი რომ ეს მესამე ხარისხის დაზიანებაო არ გულისხმობს თურმე იმას რომ შესაბამისი ზონები უნდა მიიღოს და გამაგრებით სამუშაოები და იზოლაცია უნდა არა პირიქით არის აი მერიის კოდექსში ჩავიხედოთ რას ნიშნავს მერიის განაწესისაც ვალდებულები არიან რომ ეს გაეკეთებინათ ეგ შავზე თეთრი ანუ შავზე თეთრია თუ პირიქით თეთრზე შავია რავი ამას არის ის რა მოკლედ არ არის კომპეტენტური რა და იმას დაკვეთას ასრულებს ეხლა ეგ პაიკია რა და შეიძლება გაჭირს მაგრამ ამას აღარ დაუშვებს კახაკალაძე უნდა გადადგეს და მინიმუმ უნდა გადადგეს როგორც მინიმუმ უნდა გადადგეს და შემდეგ შესაბამის პასუხისგებაში ჩადგება თუ არა მაგას სამოქალაქო საზოგადოებად გადავწყვეტ მაგრამ არა ისე რა შაბათს ფორმა აი ამ თვითონ მართლები რა რეალურად არ სახელმწიფო არ ქვეყანა აშენებს თქვენ ყოველდღიურად თავამდე და აი ამ გოგი რა ჩვენ არა ვართ ელაპარაკე შენ გოგო მასკუთი ჩვენთან ეხა იმ გოგი ის გოგონა შაბათის და ეხა ვცდილობთ ესე ჩვენი ეხლა ის რა ქვია ანახოთ როგორ უნდა მუშაობდეს სახელმწიფო მაგალითად როგორ უნდა მოქმედებდეს მაგრამ საწუხაროდ
ის კონტროლის მექანიზმები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია მოშალეს მთლიანად. არ არსებობს სასამართლო, სადაც მივალთა სამართალს ვიპოვეთ. და არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, მოგვიდეს, რომლებმაც უნდა გააკონტროლოს ეს ხელისუფლება. და ესე გამოვლენ თავისივე ტელევიზიებში, თავს გაიმართლებენ, თავისივე დაქირავებული მონები გაამართლებენ, მერე თავისივე დაქირავებული ექსპერტები გააბრალებენ და გონიათ რომ მართლები არიან, მაგრამ ვერსად ვერ გაიქცევიან სამართალს. ჯერ არ გაუხდა, მერე ზეციუს. არ დამავიწყდება შოვის ტრაგედია. გავყვიროდით, რომ პრობლემაა არც ერთმა სახელმწიფო მოხელემ არ აიღო პასუხისმგებლობა. ჩაარჩეს ბავშვები და რომ გვეხვეწებოდნენ, რომ აი გამოვიძიებთ, რამე გამოიძიეს. 3 თვეში მოხდა იმერეთში იხვეწებოდა ხალხი, გვიჩვენეთო ჩაიტანა მიწად, ჩაყვა ის ხალხი. ბათუმში ჩამოიგრა, არაფერი რეაქცია არ იყო, 2 ბავშვი მიყვა მერე. ჩვენი რეაქციით, ჩვენი აქ დგომით, ჩვენ შეიძლება გადავარჩინოთ ხვალ ჩვენი შვილები მხოლოდ და მხოლოდ. მე მივმართავ აი საზოგადოებას, რომელიც ჩუმად სახლში არიან. როგორ სიხართ, რა გაჩენ სახლში? ეხლა რა შეიძლება ვაჟბატონს რა აკროცის? გამაბზადა და თქვა, რომ ჩვენო ცოტა მეტი ფული უნდა ხავსო. გაჭირებულია ხალხი, ხო, ცოტა მეტი ფული უნდა. შენი რათესავი წულაია რო აშენებს, იქ ხო გაქვს კარგად მინები. ყველაფერი არის კორუფციის ბრალი ხალხო. ის სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც აჩერებდნენ და არ უნდა თუ აიშენებინათ იქ სახლის, ისიც კორუფციული გარიგების ნაწილია. სწორედ იმიტომ, რომ ცოტა დარჩენოდათ ხალხს და მათ დარჩენოდათ ბევრი, იმიტომ რომ ხორები არიან, სულით და ხორცით. და ბოლოს ვიტყვი რა, ჰეროდე ივანიშვილი სახში ზის, მაგრამ შვიდად ვერ ცინავს. მერწმუნედ ვერ ცეთ ამადგას შვიდად ღამე ვერ ცინავს. გამავიწყულია უბრალოდ ამდენი ბავშვის სიკვდილი. მერე შენ შვიდად გეცინოს. უბრალოდ წარმოუდგენელია. გამომზადდნენ და თქვენს რომ თურმე 100%-ით არ ყოფილა მოქალაქეებით ახლობა. შეშობელწადლო ამხელა რაღაც რო იგრევა, მიდი გაამაგრე, ვისი თანხმობა გინდა? ვისი თანხმობა გინდა გამაგებიდე? პირადი ვალდებულება იყო და კალათის მასწავლებლები არიან ისინი. პასუხს აგეთ ბოლომდე! გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ ვიტყვი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოება გამოვიჩინოთ მეტი მედეგობა. რაც გულისხმობა. როცა ჩვენ გვეუბნებიან ძალიან პირდაპირ გვაწყვეტენ, როცა ადამიანი გამოდის და დემაგოგიურად ცდილობს რომ გადაიტანოს პასუხისმგებლობა მოქალაქეებზე, ჩვენ უნდა ყოფნიდეს მაგის უნარი და გამბედაობა, რომ რაციონალურად შევხედოთ ამ სიტუაციას და გავიაზროთ, რომ გვაწყვეტს ის ადამიანი. მე არ მოგმართავ თქვენ ვინც აქ გახართ, თქვენ იცით ეს ყველაფერი და მაგილოდ გახართ. მე მინდა რომ ეს გაიაზროს დანარჩენმა მოსახლეობა, ვინც არ უშვებს თავის თავში იმას, რასაც თავისივე თვალით ხედავს. ეს უფრო დიდი ტრაგედია არის. იმიტომ რომ ეს იწვევს კიდე და კიდე განმეორებით ადამიანების დაღუპვას. ჩვენ მოქალაქეებს, ისევე როგორც მერიას, გვაქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ ესეთი რაღაცები არ დაუშვათ. ამას ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ხმის მიცემით. როცა არსებობდა ამის შესაძლებლობა, როცა ვაფრთხილებდით ადამიანებს, როცა ვამბობდით, რომ ლოგიკურ ჯაჭვს უწყობდით და ვამბობდით, რომ ეს ადამიანი არ შეიძლება ეს ადამიანები მართავდნენ თბილისს, ეს ადამიანები მართავდნენ საქართველოს, მაშინ არავინ არ ისმენდა. ახლა, როცა მათ თვალწინ მოხდა ტრაგედია, ადამიანები მაინც ამბობენ, რომ არ ჯერათ იმის, რაც თავისი თვალით ნახეს. რა ნახეს? ამა თუ ივე ლოგიკას რო გავყვეთ,
მივიდნენ შენობასთან, გავამარტივოთ, შეხედეს, ეს არ ჩამოვარდება, შეტრიალდნენ და ჩამოვარდა. ხო, იქ მოიყვა ის ადამიანი, ხო, არასწორად შეფასდა, რა კატეგორიითაც არ შეფასებულიყო. შედეგი ხო ის იყო, რომ არ შემოღობილა, შედეგი ხო ის იყო, რომ ადამიანები დაიღუპნენ, ანუ ხო არასწორად მოხდა ყველაფერი, ხო არასწორად წავიდა საქმე. გამოსავალი თუ აირჩიეს მათ რომ და გამოესახლებინათ ყველა ჩაინაცვლებინათ კორპუსი და შედეგი მაინც ის დადგა რომ ადამიანები დაიღუპნენ ეგ ხონიშნავს რომ ეგეც არასწორი გადაწყვეტილება იყო დასაწყისშივე რომ ამ პრობლემის მოგვარება და ტრაგედიის პრევენცია ეგრე მოეხდინა რა კავშირშია საერთოდ 100%-იანი თანხმობა მოსახლეობის რა კავშირშია საერთოდ ჩანაცვლების პროგრამა როცა ტროტუარზე დაღუპული ადამიანები არაფერ შუაში არ იყვნენ იმ კორპუსთან, არ ცხოვრობდნენ. ამ ელემენტარულ ჯგუფს ადამიანებს რომ უგებ და ის ადამიანები რომ გეწინააღმდეგებიან, ეს საშინელება არის. ეს ნიშნავს რომ ისინი მისან მიმართულად ეტავენ გონებას. ამას მიყავხარ შენ ბევრად უფრო რთული პრობლემებისკენ. ამას შენ მიყავხარ მოწყვლადობისკენ, ავტორიტეტების მორჩილებისკენ. და საზოგადოება ამ გზაზე თუ დადგება, ეს ისტორიულად ნანახი გვაქვს როგორ თავდება. ნაცისტური გერმანია არის ძალიან მარტივი მაგალითი ამის, როგორ თავდება ეს ყველაფერი. როცა მთელმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ დავემორჩილებით ავტორიტეტს და ჩვენი გონები არ ვიმსჯერებთ. ლოგიკას კი არ გამოვიყენებ, ვინც უფრო ხმამაღლა იყვირებს და ვინც უფრო ლამაზად გამოიყურება და ვინც უფრო ლამაზად მოგვაწყვეტს, იმას დაუჯერებ. და ამ კრიტიკური აზროვნების ნაკლებობით მილიონობით ადამიანი დაიღუპა მსოფლიოში. მე არ ვიცახი, რომ მილიონობით ადამიანი შეიძლება შეიწიროს პატარა დიქტატორმა, მაგრამ ერთი ადამიანის სიცოცხლეც უკვე იმაზე დიდი ტრაგედია არის, ვიდრე ჩვენ გვაქვს უფლება რომ მოვითმინოთ. არ უნდა მოვითმინოთ ეს ყველაფერი. არ შეიძლება ჩვენ თანამონაწილეები ვიყოთ ადამიანების სამსახურებრივი გრილობის გამო სიკვდილის, რომ ჩვენც ამ ქვეყნის სამსახურში უნდა ვიყოთ და ჩვენი გულგრილობას დანაშაულია. ჩვენი გულგრილობის ხარჯზე არის, რომ ეს ქვეყანა ინგრევა, ქვეყანა რომელიც უნდა იყოს ახლა მოწინავე მსოფლიოში. ჩვენი გულგრილობის დამსახურება, რომ დეკემბერში გვარბევდნენ. ჩვენი გულგრილობის დამსახურება, რომ 12 წელი ეს ადამიანები ფესვებს იდგამდნენ ამ ქვეყანაში და დიქტატურას ამყარებდნენ. ჩვენი გულგრილობის, მათ შორის იმ ადამიანებისაც, ვინც როგორც იქნა გამოვიდა ქუჩაში. არ შეიძლება ასე გავაგრძელოთ. ეს ყველაფერი მორჩება. ეს ადამიანები სწავლენ ციხეში. მაგრამ ჩვენ თუ არ შევიცვალეთ როგორც საზოგადოება, ჩვენ თუ არ დავიწყეთ პასუხისმგებლობის აღება ყოველ დღე ჩვენს ქვეყანაზე, წრეზე წავალ, წრეზე ვივლით. ყოველთვის დაიჩაგრება ადამიანი საქართველოში. ყოველთვის. იმიტომ რომ ყოველთვის იარსებებს ბიზინა ივანიშვილი. ყოველთვის იარსებებს ახაკალაძე. ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, ვისაც უნდათ რომ ეს ქვეყანა ხელში ჩაიგდოს. მხოლოდ საზოგადოება, რომელსაც გააჩნია კრიტიკული აზროვნება, რომელიც არის ინფორმირებული, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ცოდნას, პრიორიტეტს ანიჭებს კომპეტენციას, მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში ყვავის დემოკრატია. საზოგადოებაში, სადაც ერთმანეთის გამტარობა, ჯიგრობა და ჩატყობა და მე ვიყო კარგად და დანარჩენი წყალსაც წაუღია, ესეთ საზოგადოება ყვდება. და ჩვენ 12 წელია, რა 12 წელი? 34-35 წელია ვყვდები. ნაწილი ვცდილობთ ავაშენოთ ამ ქვეყანაში რაღაცა ღირებული, რომელიც მსოფლიოს მიცემს რაღაცას ფასეულს. მაგრამ იმის გამო, რომ გულგრილობას ვიჩენთ, იმის გამო, რომ კონფორმიზმში ვარდებით, ეს ყველაფერი წამში ინგრევა და ერთ ნაბიჯს თუ გავწინ, სამ ნაბიჯს გავფერე უკან. აღარ შეიძლება ეს. ნუ იქნებით გულგრილები. ეს თქვენი დანაშაულია და ამას არც მე არ გაპატიებ, არც შთამომავლობა არ გაპატიებ.
ეს უპატიებელი საქციელია საზოგადოებაში, ეს უპატიებელია დემოკრატიაში. და საქართველოს უნდა იყოს ქვეყანა, სადაც ასეთ რაღაცებს საზოგადოება არ გაატარებს. აქ კი არ იდგება რამდენი სვარტახლა. აქ იდგება მილიონი ადამიანი. ნებისმიერ ესეთ შემთხვევაში დრო. სერბეთში ამით დაიწყო. ძალიან დიდი მადლობა. თუ შეიძლება კიდევ ერთხელ ხმაურით რო გავაკონოთ აქაურობას ჩვენ აქ პროტესტი გრძელდება და მარადმე საერთაშორისო უსამართლო თან რაღაც გამორჩეულად უსამართლო სასამართლო პროცესები იმართებოდა უამრავი ფორმით ხდება ამ ქვეყანაში ეს უსამართლობა და დავიძრათ და ეხლა შევუერთდეთ ჩვენს თანამებრძოლებს პარლამენტთან. კიდევ ერთხელ მადლობა და ეს არის დიდი წინააღმდეგობის ნაწილი და არასდროს დაგვავიწყდეს ის რაც მოხდა 2 დღის წინ და ვიბრძვით იმისთვის რომ ესეთი ტრაგედიები და ესეთი რაღაცა გულგრილობა, კორუფცია, სრულად ამორალური ქმედებები ამ ქვეყანაში აღარ ხდებოდეს. სხვა შემთხვევაში ეს იქნება უკვე ჩვენი პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და დავიძრათ ვარშით პარლამენტისკენ. მაგრამ სინდისის პატიმრები შედიან ციხეში და მათ ფლობით პატიმრობა მაინც ემუქრებათ. რეჟიმის პროკურატურას არ აქვს არანაირი მტკიცებულება. სწორედ ამიტომ აკრძალა ქართულმა ოცნებამ სასამართლო პროცესების გაშუქება. მე თქვენ გეკითხებით, თუ სინდისის პატიმრები ნამდვილად დამნაშავენი არიან, თუ პროკურატურას ნამდვილად აქვს მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ, რატომ აკრძალა ქართულმა ოცნებამ სასამართლო დედამ და შაგლიშუქზე ჩაძინებული ტყუპები ხანჯარმა იმხერპლა. ქალაქის ცენტრში, რიყის თოთებში ხიად დატოვებულ ჭაში 15 წლის ბავშვი ჩავარდა და დაიღუპა. ავარიულ კორპუსში უპატრონოდ დატოვებულ ლიფტის შახტაში 13 წლის ბავშვი ჩავარდა. გამში ოჯახიდან 5 ბავშვი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ 15 წლის ბიჭს სხეული დაიშალეს, სცენეს აწამეს, გააშიშვლეს და ვიდეო გადაუღეს. ჩვენს ქვეყანაში არ იცავენ ბავშვებს. ჩვენს ქვეყანაში უყურადღებობით, გულგრილობით ბავშვები იღუპებიან და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს. საკუთარი ხალხის მტარი არ დარჩება გაუჟელი საკუთარი ხალხის მტარი არ დარჩება გაუჟელი ყველგან კორუფცია სამართო ყველგან კორუფცია სამართო 13 წლის ბავშვი ჩავარდა. გამში ოჯახიდან 5 ბავშვი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ 15 წლის ბიჭს სხეული დაიშალეს, სცენეს აწამეს, გააშიშვლეს და ვიდეო გადაუღეს. ჩვენს ქვეყანაში არ იცავენ ბავშვებს. ჩვენს ქვეყანაში უყურადღებობით, გულგრილობით ბავშვები იღუპებიან და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს. საკუთარი ხალხის მტარი არ დარჩება გაუჟელი საკუთარი ხალხის მტარი არ დარჩება გაუჟელი ყველგან კორუფცია
სამარტო სამარტო საქმეც მაგაში არის შაბლონად ხდება უბედური შემთხვევები. თუმცა სადღაც ადადაში ხდება ასეთი ამბები. აი ეს არის ასეთი ამორალური პოლიტიკა, რასაც ეწევა ანტისაზოგადოებრივი მაუწყებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბრძოლა და ჩვენი პროტესტი არ არის მხოლოდ სიმბოლური, ჩვენ გავაგრძელებთ აქ შეკრებას და როგორც იცით, ეს არის დიდი წინააღმდეგობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპროტესტო კერა. მე ვიდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს. მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც უწყვეტად ყოველდღიურად იბრძვის და აქედან შემდეგ პარლამენტისკენ მიემართება და ესე თავისი სიჯიუტით აჩვენებს რეჟიმს, რომ ჩვენ არ დავიღლებით და ჩვენ ვიქნებით იქამდე, სანამ ამ რეჟიმს არ ჩამოვაქცევთ. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ეთერს რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები მიიღებენ. იმ დროს ფინათი ბერძენიშვილი იქნება თუ არა ხელმძღვანელი, საერთოდ არ გვაინტერესებს. და საბოლოოდ ის რო არ იქნება ამ არხის ხელმძღვანელი, ეს დანამდვილებით ვიცით და ამ პირობას კიდევ ერთხელ ვდებ. დიდი მადლობა ყველას. და გთხოვთ, რომ თქვენ ხშირად შემოგვიერთდეთ ხოლმე საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროტესტო კერასთან. შეგვიძლია გავაგრძელოთ გზა და შევუერთდეთ უკვე პარლამენტთან ჩვენს თანამებრძოლებს. ცეცხლი ოლიგარქია მაშინაც ტელევიზიაში კარგად.